გამარჯობათ, მე ვარ ლეილა. დაგთხოვთ რომ გადავიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს, დალაიქოთ, დააკომენტაროთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი. დღეს ჩავწერთ ვიდეოს ტყუპებზე, ტყუპების ასტროლოგიური პროგნოზი იქნება 2025 წლისთვის, მაშინ დავიწყოთ რეტრო მერკურით. რეტრო მერკური, პირველი რეტრო მერკური იქნება 15 მარტის 7 აპრილის ჩათვლით, რომელიც იქნება თქვენს მე-11 სახლში. ჯერ მოდით შევთანხმდეთ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ რეტრო მერკურის დროს და რა არ შეიძლება რომ გავაკეთოთ რეტრო მერკურის დროს. რეტრო მერკურის დროს არამც და არამც არ ვიწყებთ ახალს. ყოველთვის რეტრო მერკური კარგია ხოლმე რაღაცის დახვეწაში, დაბრუნებაში, ძველ საკითხებთან დაბრუნება, განხილვა, გაუმჯობესება, აი ამისთვის ძალიან კარგია. და მე-11 სახლში მისი ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით თქვენ ან ძველი მეგობრები დაგებრუნდებათ, ან ძველ საკითხებს დაუბრუნდებით მეგობრებთან დაკავშირებით. ასევე ინტერნეტი ტექნიკა, რაც არის ინტერნეტი ტექნიკა, ამ საკითხებს შეიძლება დაუბრუნდეთ, შეიძლება ხელახლა შეკეთება დაგჭირდეთ რაღაცის, ამ პირიქით თუ პრობლემატური იყო, თქვათ გაუმჯობესოთ ამ მიმართულებით. ასევე მასებთან ურთიერთობა, თუ თქვა თქვენ ხართ ტრენერი ან ლექტორი ან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მასებთან და უფრო აუდიტორიასთან და უფრო დიდ მასებთან კონტაქტობს, მაშინ დიდი ალბათობით ან ისევ თუ მუშაობდით ძველ სამსახურში მიგიწვიონ, ან თქვათ ისევ მოგიწიოთ რაღაც ახალი სამსახური არ იქნება, ეს იქნება რაღაცა უკვე გაკეთებული რაც გაქვთ და ხელახლა რომ უნდა მიუბრუნდეთ საკითხს რა. მეორე რეტროგრადული მერკური არის 18 ივლისი, 11 აგვისტო. ესე იგი, პირველი იყო 15 მარტი 7 აპრილი, მეორე მერკურის რეტროგრადულობა იქნება 18 ივლისი, 11 აგვისტოს პერიოდი, რომელიც თქვენს მესამე სახლში იქნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაუბრუნდებით რაღაცა ტრენინგებს, შეიძლება მოკლევადიან განათლებას, და-ძმებთან, დედმამიშვილებთან, და-ძმებთან, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აი ამ ნათესავებიც მათ შორის მეზობლები, აი ამ საკითხებთან მეტყველება, რაღაცა ამ საკითხებთან ამ სფეროებში შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ საკითხებს. შემდეგი გადაადგილებათ მათ შორის. შემდეგი რეტროგრადული მესამე იქნება 09, ანუ 9 ნოემბერს მაპატიეთ, ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით თქვენს მე-7 სახლში. რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაუბრუნდებით და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვათ, რომელთანაც პარტნიორულ ურთიერთობაში იყავით, ოჯახურ ურთიერთობაში იყავით, მათ შორის ძველი მტრები ბრჭყალებში შეიძლება გამოჩნდნენ, ან ძველი მეტოქეები, ხო? და ასევე შეიძლება უბრალოდ აი ამ საკითხებს დაუბრუნდეთ და რაღაც დახვეწოთ. ან გაიხსენოთ, არ არის გამორიცხული, ხო? ესე იგი, კი ბატონო, შემდეგი არის ასევე შეიძლება, იცით, დაბრუნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ადრე ძალიან გეხმარებოდნენ, ხო, ესეც დასაშვებია. შემდეგი არის ვენერა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ვენერა იქნება 2025-ში რეტროგრადული, აქ მაქვს მინიშნებები, იმიტომ რომ ზოგადად ვერ დავიმახსოვრებ ამდენ რაღაცას და არ ვიკვირდეთ ესე გვერდზე რომ ვიხედები ხოლმე. მაშ ვენერა თქვენს მე-11 სახლში იქნება რეტროგრადული, თუმცა ჯერ რეტროგრადულობაზე, რეტროგრადული ვენერას დროს რა უნდა გავაკეთოთ? პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის ის, რომ თუ ოჯახის შექმნას აპირებთ, მაინც და მაინც არ გირჩევთ, რომ აი ამ პერიოდში დაამთხვიოთ ეს, ანუ ეს ხელმოწერა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სითბო, სიყვარული ეკლდება იმ შექმნილ ოჯახს, ხო, დიდი ალბათობით. ეს არის პერიოდი 2 მარტი 13 აპრილის პერიოდი. ეცადეთ, რომ მაინც და მაინც აი ამ პერიოდში არ დაამთხვიოთ ეს ყველაფერი, ხო? ასევე ესთეტიკური ჩარავები თუ გინდათ ჩაიტაროთ, ამ პერიოდს არ დაამთხვიოთ, იმიტომ რომ
დიდი ალბათობით არ მოგეწონებათ შედეგი. აი როგორც რეტროგრადული მერკურის დროსაც ახალს რო იწყებენ ხოლმე, შედეგი არ მოსწონთ ხოლმე დიდი ალბათობით. ესე გამოდის ხოლმე ან რაღაცა აგვიანდებათ ან დოკუმენტებთან რაღაც პრობლემებია და ასე შემდეგ მთელი რიგი ამბები რეტროს დროს. თუმცა ისევ და ისევ შეიძლება ძველ იმიჯს დაუბრუნდეთ. ეს შესაძლებელია. შემდეგ თქვენს პირველ სახლში ის იქნება 5 ივლისი 31 ივლისის პერიოდში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად ამ პერიოდში იკაშკაშებთ, მაქსიმალურად იბრძყინებთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი საკუთარ თავთან, საკუთარ ვიზუალთან და მესთან მუშაობის დროს. შემდეგი არის მარსი. მარსიც იქნება რეტროგრადული 7 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცოტა ოდენ სიზარმაცე შემოვა, რაღაცა შეიძლება დაგვიანებები, შეიძლება ენერგიის არ ქონა იგრძნოთ, ხო? თუმცა ეს გაივლის, ანუ არ შეგეშინეთ ამ დროს კარგია ხოლმე, რომ დაუთმოთ რაღაცა დასვენებას, ან დაუთმოთ ისევ და ისევ ძველი ამბების დახვეწას, ხო? და 7 იანვრიდან 19 აპრილის ჩათვლით კი ის იქნება თქვენს მეორე სახლში, რაც ფინანსებზე მიუთითებს, მას აშკარად ძალიან ის იქნება, რა ქვია, თუ მოინდომებთ, რა თქმა უნდა, ფინანსების მხრივ შეგიძლიათ, რომ თქვენი რესურსები გაიღრმავოთ, უნარებზე იმუშაოთ და ასევე მოიძიოთ ფინანსებიც. და კარგია ამისთვის. ანუ აქტუალური იქნება ფინანსების თემა რა. შემდეგი არის იუპიტერი. იუპიტერი არის ზოგადად ბედნიერების პლანეტა და იღბალი მოაქვს ხოლმე იუპიტერს, ასევე აფართოებს ის ყველაფერს, ანუ ყველა იმ სფეროს, სადაც შედის ხოლმე. შესაბამისად, იუპიტერი თქვენს პირველ სახლში იქნება, ესე იგი 10 ივნისამდე და 10 ივნისიდან 2006 წლის 1 ივლისამდე იქნება თქვენს მეორე სახლში. ახლა ფინანსები ძალიან, როგორც თქვი, აქტუალური და აქტიური იქნება ამ პერიოდში, ხო? დიდი ალბათობით ბევრი შემოსავალი გიქნებათ. თუმცა, ჯერ მოდით პირველ სახლზე, ხო? ანუ ეს კარგია, როდესაც ჩვენ შეიძლება გადავწყვიტ, ჩვენ გულისხმობთ, ანუ ზოგად კონტექსტში ვსაუბრობ, როცა პირველ სახლში ყავს იუპიტერი, ჩვენ შეიძლება მოვინდომოთ, დავხვეწოთ ჩვენი ვიზუალი ან საკუთარი თვისებები, ხო? და რაღაცა ჩვენით თავის უკეთესი ვერსია შევქმნათ და ეს კარგია, იუპიტერი დაგეხმარება თამაში. ასევე და საკუთარი თავის, ანუ სოციუმში თქვენ შესახებ დადებითად შეცვალოთ რაღაც აზრები, ხო? და მეორე სახლი, როგორც გითხარით, რესურსების და ფინანსების სახლია, ასე რომ ფანტასტიკური წელი გექნებათ ამ ხრივ მინდა გითხრათ, ანუ საკმაოდ ისეთი იქნება რა, ნაყოფიერი და ფინანსური. შემდეგი არის სატურნი. სატურნი მოგეხსენებათ არის წესჩვეულებების, ადათების, კანონების, მენეჯმენტის, სტრუქტურის პლანეტა. ის შედის თქვენს მე-11 სახლში, ზოგადად სატურნის სახლი არის მე-11 სახლი, ზოგადად, მაგრამ ეხლა რაშია საქმე? ის შევა 25 მაისიდან 2 სექტემბრის პერიოდში და შემდეგ 2026-ში უკაცრავად 2026-ში მთლიანად იქნება ის თქვენს მე-11 სახლში. ასევე არ უნდა დამოუკ აგვავიწყდეს ნეპტუნის და სატურნის შეერთება აგვისტოში, რაც ისო მე-11 სახლში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აგვისტოს პერიოდი ფანტასტიურია, შეიძლება გამოიყენოთ იმისთვის, რომ თუ ქაოსი გქონდათ საქმეში და სტაბილუროთ და უფრო ანუ დაამენეჯმენტოთ ეს ყველაფერი, თუ პირიქით ძალიან სტრესული და ისეთი ზოგჯერ ანუ ყველაფერი არის ოქროს შუალედში კარგი, ხო? თუ ძალიან ესე იგი ზედმეტად დისციპლინირებული გქონდათ ეს ყველაფერი, ცოტა მოქნილად გახადოთ. ხო, ამას ნეპტუნზე რო ვილაპარაკებ, იქ კიდეც დავამატებ რაღაცებს. ეხლა მე-11 სახლი, როგორც გითხარით, მეგობრებთან ურთიერთობა, ტექნიკა და სოციალური ურთიერთობები, ხო, ფართო აუდიტორია. აი ამ ხრივ სატურნი დაალაგებს ბევრ რაღაცას ამ მიმართულებით რა. თან ახალი სანაცნობო წრეც შეიძლება გაჩნდეს და თან კიდე ძველს, რაც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებდა, შეიძლება მათ დაემშვიდობოთ. ასე რომ და სტრუქტურიზებული იქნება, დაალაგებთ ბევრ ამას ამ მიმართულებით.
შემდეგი არის ურანი, სიურპრიზების პლანეტა, რომელთა ახალგაზრდობის, ხო. სიახალგაზრდობის, და ვერ ვთქვი, მოკლედ, ახალგაზრდობის პლანეტა იქნება თქვენს პირველ სახლში. ეს არის 8 ივლისი 9 ნოემბრის პერიოდში და მაშ ფანტასტიურია ერთის მხრივ და მეორეს მხრივაც რაღაც თან ფიქრობ, თან ვლაპარაკობ და რაღაცები მახსენდება. მოკლედ, რას გვაძლევს ურანი პირველ სახლში? პირველ რიგში უცაბად ცვლილებას. ანუ ყველა ასპექტი, ყველა მდგომარეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ნეგატიურად, ისე პოზიტიურად, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, როდესაც შეგვიძლია რომ პოზიტიურად განვიხილოთ და კარგისკენ შევცვალოთ, მაშინ ესეც უნდა ვქნათ, ხო? ამიტომ მოდით დადებით ისეც უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება. თან მე მგონი ყველას გვჭირდება ახლა ეს დადებითი კონტექსტი მართლა ახლა რაც ხდება მსოფლიოში და საქართველოში. მაშ პირველი სახლი ეს არის ანუ თქვათ შეიძლება უცებ არ ელოდით და მიიღოთ, გინდოდათ სულ ქონოდათ რაღაც გარკვეული კონკრეტული სახის სხეული და ანუ არ გჯეროდათ რომ ეს ესე იქნება და ეს ესე იქნება, ანუ მოხდეს, ასე ვთქვათ, დაგისიურპრიზდეთ. ან თქვათ ვინც თქვათ უცებ ვიღაცა შეიძლება უცებ თუ თქვათ ამ ყველაფერს სტრუქტურაში არ მოვაქცევთ, ხო? ვიღაცას ზედმეტად, ესე იგი ზედმეტი წონა ჰქონდეს, ხო? არ ჯანმრთელობისთვის მავნე, ასე ვთქვათ. ამიტომ აი ეს დასტაბილურება ძალიან მნიშვნელოვანია რა. უცაბედი ცვლილებები როგორც შეიძლება ფორმაში ჩადგეთ, ისევე შეიძლება უცებ დაკარგოთ ფორმა. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ პირიქით ურანი კარგად გამოვიყენოთ და დახვეწაში წავიყვანოთ ეს ყველაფერი. ხო, ისეთები უნდა იყოთ, როგორც თქვენ მოგწონთ რეალურად რა. და მოკლედ შემდეგ 2006 წელს მთლიანად იქნება თქვენს პირველ სახლში 7 წლით. ანუ წარმოიდგინეთ, ეს იქნება პერიოდი, როდესაც აი მოკლევადაში თან ესეთები იქნებით, თან ისეთები. ანუ თითქოს ერთი რაღაცა პერიოდი დახვეწილი ყველაფერი, მეორე მხრივ გარკვეული პერიოდის მერე ისევ აირია. მერე ისევ დახვეწავთ. ანუ აი ესეთი მცვალებადი სიურპრიზებით სავსე პერიოდია პირველი სახლისთვის. ასევე ხასიათის ცვლილებებით ძალიან აქტუალური იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეცადეთ რომ იმუშაოთ თქვენ ემოციებზე და დახვეწოთ ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ კარგია თუ ურანს გამოიყენებთ პირიქით კიდევ ერთხელ დასახვეწად. თუმცა ურანის მართვა ისეთი მარტივი არ გეგონოთ, იმიტომ რომ ხო ვამბობ, ანუ რას უნდა მოელოდე ურანისგან, ცოტა ისეთია კითხვის ნიშნის ქვეშ არის ხოლმე რა. მაგრამ ჩვენ ასე თუ ისე შეგვიძლია რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ხო? მაგალითად, ჩვენით მივიდეთ ფსიქოლოგთან თუ ამის საჭიროება არის და დავხვეწოთ ჩვენი ის უნარები, რაც გვინდა რომ გქონდეს, ან გვაწუხებს და გვინდა რომ დავხვეწოთ, ხო? მოკლედ ესე. შემდეგი არის ნეპტუნი. ნეპტუნი თქვენს მე-11 სახლში იქნება 31 მარტიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით და შემდეგ 2026 წელს მთლიანად იქნება მე-11 სახლში. ისევ და ისევ. ნეპტუნს არ გააჩნია საზღვრები. აი სატურნი თუ არის, რომ პირიქით ძალიან დიდი საზღვრები აქვს, ნეპტუნს არ გააჩნია საზღვრები. ნეპტუნი მართავს რელიგიას, მოგზაურობას, დიდი ხნით, ანუ საცხოვრებლის შეცვლას, ეზოთერიკას, ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, ყველაფერს დაფარულს ერთის მხრივ, ხო? იმიტომ რომ ამას სხვა პლანეტაც განაგებს, მაგრამ აი ამ მიმართულებითაც მინდა რომ წავიყვანოს საქმე, ხო? ასევე მისი ყოფნა მე-11 სატურნის სახლში, ანუ რეალურად მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება აი ეს თუ ქაოსი გაქვთ რეალურად, ეს ყველაფერი დაალაგოთ რა და მასკნათ რა ქვია, დახვეწოთ ეს ყველაფერი. მეორეს მხრივ შეიძლება საერთოდ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ და გადაწყვიტოთ, რომ საერთოდ სხვა ქვეყანაში იცხოვროთ. ესეც არ არის გამორიცხული. ამიტომ ნახეთ და რაღაც ან უცებ შეიძლება მოგინდეთ, რომ აი უფრო ფართო მასებზე გახვიდეთ რაღაცა. შეიძლება იუთუბერობა დაიწყოთ, არ არის გამორიცხული, ხო? და ნახეთ
ეს ძალიან მაგარია აი ამ ყველაფრისთვის რომ გამოიყენოთ რა, რომ პირიქით თუ თქვენ თავს ეუბნებოდით, რომ იცი რა, არაფერი არ გამოვა, შენ ვინ ხარო, ესე გამოვიდეს და ასე შემდეგ, ნაცნობია ყველასთვის ეს თემა ალბათ. პირიქით, სატურნი და ნეპტუნი განსაკუთრებით აგვისტოში მოგცემთ ამის უფლებას, რომ რაც არ გჯეროდათ აქამდე რომ შეგიძლიათ, პირიქით ის შეძლოთ. პლუტონი 24 ნოემბრიდან, ამ წლის, ანუ 2024 წლის 20 ნოემბრიდან გადავიდა თქვენს მე-9 სახლში. და ის გაჩერდება 20 წლით. ეხლა ნახეთ, დიდი ტრანსფორმაციები იქნება ამ მიმართულებით რა. კერძოდ, განათლება, მოგზაურობა, უცხო ენები, უცხო ელებთან ურთიერთობა, რელიგია, მათ შორის განათლება ვთქვი, განათლება. ნახეთ, დიდი ალბათობით, აი წეღარად ვთქვი რა, რომ ან დიდი ალბათობით შეიძლება უბრალოდ მოინდომოთ სხვა ქვეყანაში გადასვლა, ან სხვა ქალაქში გადასვლა, იმიტომ რომ ძალიან აქტიური გაქვთ მე-12, მე-11, მაპატიეთ მე-12 არა, მე-11, მე-3, მე-9 სახლები ძალიან აქტიური გაქვთ და თან სტატუსსაც იცვლით, ანუ ოღონდ ეს კეტუს და რახუს მიმართულებით, ამასაც ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ 20 წლის განმავლობაში საერთოდ სულ სხვა ცხოვრება შეიქმნით რა. შეიძლება სულ სხვაგან, სხვა პიროვნებაც ჩამოყალიბოთ. ასე რომ პლუტონი მე-9 სახლში საერთოდ შანსს გაძლევთ იმისა, ბევრი ტრანსფორმაცია იქნება, ბევრი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ეს იქნება თქვენთვის ის, რომ თქვენ განვითარდებით ძალიან. და საერთოდ თავიდან შეიძლება რომ ააშეროთ თქვენი პიროვნება და ძალიან მაგარია რომ ეს მომენტი გამოიყენოთ რა. და ამ ყველაფერს შეიძლება დიდი ხანია სწავლა გინდოდათ და იცით რა თქვათ, რომ იცი რა, ეხლა უნდა დავიწყო. და თუ გეგონოთ რომ გვიანია და რა დროს შემისწავლა და ასე შემდეგ, ხო? შეგიძლიათ დაიწყოთ. შემდეგ რახუ და კეტუ, რახუ იქნება თქვენს მე-10 სახლში და კეტუ მე-4 სახლში, 18 თვით შევა ის და შევა ის 12 იანვარს, ანუ წელიწად ნახევარი იქნება ის თქვენს მე-10 მე-4 სახლებში, სტატუსი, კარიერა აქტუალური იქნება, ასევე სახლი, ქონება, რემონტი, დედასთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი ძალიან სტატუსის შესვლა და საცხოვრებლის ის შეცვლაც რა, კიდევ და კიდევ, ხო? რაღაცა მგონია, რომ ჩემოტყუპებო, საკმაოდ სამოგზაურო პერიოდი გექნებათ და არა მხოლოდ სამოგზაურო, შეიძლება დარჩეთ კიდევაც. ამიტომ ვიღაცა შეიძლება ოჯახი შექმნას და ამიტომ ესე ამ ხრივ შეიცვალოს ეს საცხოვრისი, ხო? და შესაბამისად ამისა, აი რახუ და კეტო ამ მიმართულებით ნახეთ, სწავლას იღებთ, განათლებას იღებთ, კარიერას იწყებთ, ან თუ დავაუზებული გქონდათ თუ არა, თუ ვისაც ანუ კარიერა ისაც გაქვთ, ანუ უფრო მაღალ ლეველზე ახვალთ, ქონება გაქვთ, ფანტასტიკური პერიოდი. შემდეგი არის დაბნელებები, გვექნება 2 მთვარის და 2 მზის დაბნელება. პირველი მთვარის დაბნელება იქნება 14 მარტს, იქნება თქვენს მე-4 სახლში. და ასევე 24 მარტს იქნება მე-4 სახლში. ხო არ მეშლება რაღაცა, იმედია რომ არ მეშლება. ის სახლს აქ კი მიწერია, მაგრამ რაღაცა მგონია რომ შეიძლება შეცდომა მქონდეს, მაგრამ იმედია რომ ესე არ არის, იმიტომ რომ როცა ვადგენდი და როცა ვწერდი, ხო იცით როგორ ხდება ხოლმე. ძალიან ბევრ 12 ნიშანზე ჩავწერე და მოკლედ. გავაგრძელოთ 14, ესე იგი მარტი მე-4 სახლი, 21, 24 ასეთ შეიძლება ვთქვათ, მარტი მე-4 სახლი, 7 სექტემბერი მე-10 სახლი, 24 სექტემბერი მე-4 სახლი. ნახეთ აქტუალური, როგორც ხედავთ, ანუ
დაბნელებები ძალიან ახლოს არის კარმულ კვანძებთან. ანუ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ეხლა დაბნელებები კულმინაციას გვაძლევს ხოლმე და კარგია ხოლმე თუ დავემშვიდობებით რაღაც ძველს, რომ დავიწყოთ რაღაც ახალი. ამიტომ ძალიან კარგი პერიოდია, რომ აი ეს დიდი ალბათობით ეს აქტუალური საკითხები იქნება, სახლი ქონება, დედასთან ურთიერთობა, რემონტი, მიწა, სამშობლო, აი ესენი იქნება აქტუალური თემები, ჩემოტყუპებო. და კარიერა, სტატუსი, წინსვლა სტატუსი მხოლოდ კარიერის კუთხით არ გულისხმობ, ასევე ადამიანურ რესურსებს, ანუ ადამიანურ სტატუსი რანაირად ვამბობ, მოკლედ აი აგიხსნით ახლა ის თქმაც მინდა, აი მაგალითად შვილი გეყოლოთ და დედა გახდეთ, ან ვთქვათ ოჯახი შექმნათ და მეუღლის სტატუსი გქონდეთ და ასე შემდეგ, ამას გულისხმობ. ოჯახურ სტატუსს გულისხმობ. და სავსე მთვარეობა, ახალ მთვარეობა, სავსე მთვარეობა იქნება თქვენს პირველ სახლში 4 დეკემბერს, ხოლო ახალ მთვარეობა 27 მაისს. ისევ პირველ სახლში ნახეთ ვიზუალურად ძალიან შეიცვლებით როგორც ჩანს და იქნებით გახდებით ისეთი როგორც გინდათ რომ იყოთ. და კარგია ზოგადად ამ პერიოდებში ახალი რაღაცების დაგეგმვა და დაწყება. მოკლედ ჩემოტყუპებო, წარმატებულ წელს გისურვებთ. რა თქმა უნდა, პერიოდულად კიდე ცალ-ცალკე პლანეტებზეც ჩავწერ დროსთან ერთად. ამიტომ თვალიადევნეთ YouTube-არხს, აბა თქვენ იცით წარმატებები და შემდეგ შეხვედრამდე.